ახალი დეტალები და საიდუმლო გრიფი დაცული ტომები თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე. 23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის ადვოკატის ინფორმაციით, საქმის მასალების გაცნობისას მთავარი უზუსტობა აღმოაჩინა. მიხეილ რამიშვილი მთავართან საუბარში აცხადებს, რომ იმ აფთიაქის თანამშრომლები, სადაც პროკურატურის მტკიცებით ბაჩალიაშვილმა წამალი იყიდა, უარყოფენ ფაქტს, რომ მედიკამენტი მათთან შეიძინა. ადვოკატის ინფორმაციით გამოძიება ამ დრომდე ეძებს კონკრეტული წამლის ჩეკს, თუმცა ვერ პოულობს. რამიშვილის საქმეში არსებულ საიდუმლო გრიფით დაცულ რამდენიმე ტომზეც საუბრობს, რომლებსაც 23 ნოემბერს გაეცნობა. ნინუცა კეკელია განაგზობს ამ თემაზე საუბარს. გისმენთ ნინუცა. დიახ, კეთი 23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ბუნდოვანებით მოცულ გარდაცვალების საქმეში ახალი გარემოებები გახდა ცნობილი. ერთია საქმეში არსებული საქმის მასალების 3 ტომი, რომელიც აღმოჩნდა, რომ გრიფი საიდუმლოთი იყო დაცული და ამ მასალებზე წვდომა ადვოკატების კატეგორიული მოთხოვნის შემდეგ რამდენიმე დღეში მიეცემა მიხეილ რამიშვილსა და ასევე ეკა ქობესაშვილს საქმის ადვოკატებს და ასევე არის ახალი ჩვენებები მოწმეების, ფარმაცევტების, რომლებიც არ ადასტურებენ, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა იმ ორი დასახელების პრეპარატი, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი, შეიძინა სააფთიაქო ქსელებში. რაც შეეხება ოჯახს, ოჯახი კატეგორიულად ითხოვს, რომ საქმეზე მუხლი გადაკვალიფიცირდეს და თვითმკვლელობამდე მიყვანის ნაცვლად გამოძიება მიმუშაოს განზრახ მკვლელობის მუხლზე. ისინი ითხოვენ გენერალურ პროკურორთან შეხვედრას უკვე თვეებია და ამბობენ, რომ თუ კი არ დაკმაყოფილდება მათი მოთხოვნები, მაშინ რადიკალურ ზომებს მიმართავენ, იქნება ეს შიმშილობა თუ საპროტესტო აქცია გენერალურ პროკურატურასთან. ჩემი მოთხოვნა ისევ და ისევ შოთაძესთან შეხვედრაზე იქნება უცვლელი, რომ მუხლის გადაკვალიფიცირება მკვლელობის მუხლად, რახან ვერ მიმტკიცებენ თვითმკვლელობას და რახან თვითონ ვერ იძიებენ ამ ყველაფერს, ისევ და ისევ FBI-ის ჩართულობა. არ დავნებდები, მაინც შიმშილობა იქნება ესა თუ თვითონ უშუალოდ იმ პროკურატურის წინ აქციის გამართვა არ არის აუცილებელი 1000-ობით ადამიანის მისვლა. წავალ და იქ დავდგები და ვიქნები, სანამ პასუხს არ მივიღებ ყველა იმ კითხვაზე, რაც გამაჩნია. ის მედიკამენტები, რომელიც მას თამას აღმოაჩნდა ორგანიზმში და აღმოჩნდა ავტომობილში ცარიელი ფირფიტები, რომლითაც ის ორი ძირითადი მედიკამენტი, რომლითაც დადგა ფატალური შედეგი, აუდიო ჩანაწერებით პირდაპირ დგინდება, რომ ეს აბები არ არის შეძენილი თამარის მიერ არც ერთ აფთიაქში. თუ უნდა გამოძიებას და ის კითხვები აღარ არსებობდეს, რომ გარკვეულ ჯგუფს, დამნაშავეთა ჯგუფს მფარველობს სახელმწიფო, თვითმკვლელობაზე აღარ არის საუბარი, გადაკვალიფიცირება აუცილებლად უნდა მოხდეს. 5 დღიანი გაუჩინარების შემდეგ თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი მაწევნის ტყეში საკუთარ ავტომობილში იპოვეს. მიმდინარეობს ივლისიდან გამოძიება, თუმცა ამ დრომდე არ არის ცნობილი რა გახდა ახალგაზრდა პროგრამისტის გარდაცვალების მიზეზი, ასევე საქმეში არ დევს რიგი ექსპერტიზის დასკვნები. ამ დრომდე ელოდება ოჯახი და ადვოკატები სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას და ასევე ელოდებიან დასკვნებს, თუ როგორ აღმოჩნდა და ვის ეკუთვნის უცხო დნმ პროფილები, რომლებიც თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილში ექსპერტებმა იპოვეს და ასევე სისხლის წვეთები, რომელიც იყო თამარ ბაჩალიაშვილის სამოსზე და ასევე პირბადეზე.